2003 წელს რამდენიმე თვის შემდეგ კოტეს გარდაცვალებიდან თბილისის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა გახსნა მისი პირადი სეიფი. იქ იპოვა მხოლოდ ერთი ძველი კონვერტი, რომელზეც ხელით იყო დაწერილი „არავის არასდროს“. შიგნით იყო ფურცელი, სადაც კოტემ თავისი ხელით ჩამოწერილი ჰქონდა ყველა თანხა, რაც მან ოფიციალურად არ გამოაცხადა, ყველა ქორწილი და სუფრა, სადაც იყო თამა და 5,000 მანეთის სანაცვლოდ. რიცხვები იყო გაშმაგებული, ზოგი გადახაზული, ხოლო ბოლოს ერთი წინადადება. ყველაფერი დახარჯეს მეგობრებმა და სუფრამ, მაგრამ ეს იყო სიცოცხლე. ამ ჩანაწერს 30 წელი მალავდნენ ოჯახის წევრები, რადგან ის ამხელდა საბჭოთა სისტემის უდიდეს ლაპარაკს, როდესაც გენიოსები იძულებული იყვნენ იცხოვრონ ორმაგი ცხოვრებით, ოფიციალურ ფართს მიღმა პოულობდნენ გზას გადარჩენისა და ღირსეულად ცხოვრებისკენ. რატომ დაწერა მან ეს ჩანაწერი? რას ფარავდა ეს დოკუმენტი? და უფრო მთავარი, ვის აშინებდა სიმართლე ამ უკანონო გაზომებზე, რომლებიც აქცი და უბრალო მსახიობს ქალაქის უმდიდრეს ადამიანებად. ცხოვრება იყო საოცარი თამაში ორ სამყაროს შორის და კოტე მახარაძე ფლობდა ამ თამაშის ყველა წესს. დილით ის იღუძებდა ჩვეულებრივ ოროთახიან ბინაში საბურთალოზე, სადაც ოჯახი ცხოვრობდა იმავე მოკრძალებულ ყოფით, რაც მილიონებს საბჭოთა მოქალაქეებს. გასასვლელში ჰქონდა დაკიდებული ერთი კოსტიუმი, წელიწადში ერთხელ შეძენილი, ხოლო კედელზე საკვამლე ფაიფურის ჭურჭელი, რომელიც ახლა მუზეუმში ინახება. ოფიციალურად მის ხელზე მოდიოდა 130 მანეთი თვეში, თუმცა ესეც იყო პრივილეგია, რადგან უბრალო მუშა იღებდა მხოლოდ 60-ს. მაგრამ როდესაც დაეცა საღამო და ტელეფონი რეკავდა მალულად, იწყებოდა მეორე ცხოვრება, რომელიც არავის არ უთხრა, მაგრამ ყველა მიცოდა. ის ტელეფონი რეკავდა ხოლმე დაბნეულად, რადგან მეორე მხარეს ხმა იყო დამშვიდებული და მზრუნველი. კოტე ბატონო, ჩემო შვილის ქორწილია გაზაფხულზე, ხომ მოხვალთ? ასეთი თხოვნები მოდიოდა არა უბრალო ადამიანებისგან, არამედ იმათგან, ვისაც ქალაქში უწოდებდნენ ცეხოვიკებს, ანუ მათ, ვინც საბჭოთა კანონის შესაბამისად იყვნენ კრიმინალები, მაგრამ რეალურად წარმოადგენდნენ ჩრდილოვან ეკონომიკის სამეფოს. ისინი ფლობდნენ თბილისის ყველაზე მაღალ სახლებს, ჰქონდათ გერმანული მანქანები, იმპორტული ტანსაცმელი და გემოვნება ძვირფასი ვახშმების მიმართ. მაგრამ აკლდათ ერთი, რაც ფულით ვერ იყიდებოდა, კოტე მახარაძის ხმა სუფრასთან. მათ ესაჭიროებოდათ თბილისის ყველაზე ლეგენდარული თამადა, რადგან სწორედ ის იცოდა, როგორ გადაექცია ქორწილი აღთქმად, როგორ ჟღერდა ქართული სიტყვა ისე, რომ გული განიდევნებოდა, როგორ შეძლებდა 5 საათით დაეჭირა სუფრა ისე, რომ არავინ შეამჩნევდა დროის გარდაცვლას და ყოველი მისი სიტყვა ხდებოდა მოგონება, რომელსაც სტუმრები უყვებოდნენ წლების განმავლობაში. კოტე იცოდა მისი ღირებულება და აქედან მოდიოდა ის ფიქსირებული ფასი, 5,000 მანეთი ერთ საღამოში. ეს იყო ფასი ახალი ჟიგულის, ეს იყო ფასი, რომლითაც უბრალო ადამიანი შეეძლო იცხოვრა 2 წელი, ეს იყო რიცხვი, რომელიც სცილდებოდა წარმოსადგენს. მაგრამ ცეხოვიკები იხდიდნენ, მათ სჭირდებოდათ არა მხოლოდ თამადა, არამედ სტატუსი, რომელსაც მოჰქონდა თან კოტე მახარაძის არსებობა სუფრასთან. ეს იყო შავი ბაზრის ერთგვარი უმაღლესი ფორმა, როდესაც ხელოვნება ხდებოდა დეფიციტურ საქონლად და კოტე არა უბრალოდ იხდიდა ამ სისტემით, არამედ ფლობდა მას გენიალური ხელოვნების დონეზე. მას ჰქონდა ტაქტიკა, რომელიც არასდროს ჩაფლავებულა ოფიციალურ ფურცლებზე, ის არასდროს არ სარგებლობდა დეფიციტით იმისთვის, რომ დააგროვოს ფული, არამედ სარგებლობდა იმით, რომ გადაექცია ხიდი ორ სამყაროს შორის ლეგალურ თეატრსა და უკანონო, მაგრამ აყვავებულ სამყაროს შორის, სადაც ფული მოძრაობდა ნაღდად და არა ბანკების მეშვეობით. როდესაც ის ბრუნდებოდა 5,000 მანეთით კონვერტში, ჯიბეში ჩაყრილით მანქანის უკანა სავარძელზე, ეგონა თუ არა, რომ ერთ დღეს ეს გახდებოდა მისი ხაფანგი და მისი გადარჩენა ერთდროულად. რა მოხდებოდა, თუ საბჭოთა უშიშროების კომიტეტი შეიტყობდა ამ ცნობილ ჩანაწერებს? რა სასჯელი დაელოდებოდა მსახიობს, რომელიც ოფიციალურად იღებდა 130-ს, მაგრამ რეალურად ღამით ატარებდა შავჩანთებში ასეულ ათასებს? და რატომ არავინ არასდროს გაუმხელავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცოდა და ყველა საუბრობდა ამაზე მალული ხმით? კოტესთვის ფული არ იყო მიზანი, ის იყო მხოლოდ ინსტრუმენტი, რითაც მან შექმნა პარალელური სამყარო, სადაც მეგობრობა და კულტურა იყო ერთადერთი რეალური ვალუტა. როდესაც ის შეიძინა ბაღებიანი დაჩაცხნეთში, ბევრმა იფიქრა, რომ ის ქმნიდა აგარაკს განსასვენებლად, მაგრამ სინამდვილეში ის აშენებდა საკუთარ რესპუბლიკას, სადაც ყოველი კვირა იქცეოდა ლეგენდარულ სუფრად. ეს არ იყო უბრალოდ სახლი, ეს იყო პანთეონი, სადაც იკრიბებოდა თბილისის ინტელექტუალური ელიტა, რეჟისორები, მხატვრები, მწერლები, მსახიობები და ის ხალხი, რომლებიც ქმნიდნენ საბჭოთა იმპერიაში კულტურის ელიტას. 80-იან წლებში მან ააშენა ტერასას, სადაც ადგილდებოდა ხის სუფრა, რომელზეც ღირებოდა დაადგა 20 ადამიანი და ყოველ შაბათს, როდესაც დილით თბილისი ივიძებდა, ცხნეთში უკვე იწყებოდა ხორცის შემწვარი დამზადება სუფრისთვის, რომელიც გრძელდებოდა შუაღამემდე.
ეს არ იყო უბრალოდ საჭმელი, ეს იყო რიტუალი, რომელშიც კოტე იყო არა მხოლოდ თამადა, არამედ კონდუქტორი, რომელიც დირიჟორობდა ემოციებს, თხრობებს, ლოცვებს და იმ მომენტებს, რომლებიც ხდებოდა საერთო მოგონება. კოტე იხარჯავდა ფულს ასე, თითქოს ის უსასრულოდ მოედინებოდა წყაროდან, რომელიც არასდროს ჩერდებოდა. ერთ შაბათს საღამოს მან იყიდა იმპორტული ვიდეომაგნიტოფონი 2000 მონეტად, რაც იმ დროს იყო ფანტასტიკური თანხა, რადგან ასეთი ტექნიკა იყო დეფიციტური და მისი შეძენა შეიძლებოდა მხოლოდ შავ ბაზარზე ან სპეციალურ კავშირებით. მაგრამ მას არ სჭირდებოდა ეს მაგნიტოფონი საკუთარი მოხმარებისთვის, ის ინახებოდა ცხნეთში, სადაც კოტე აკრებდა მეგობრებს და აჩვენებდა იტალიურ ფილმებს, ფრანგულ დრამებს და იმ კინემატოგრაფს, რომელიც საბჭოთა საზოგადოებისთვის იყო დაკრძალული ცენზურის საშიშროების გამო. ის იხარჯავდა დეფიციტურ იტალიურ კონიაკზე, იმპორტულ სიგარეტზე, რომელსაც მოაქვს სპეციალური ადამიანები დიპლომატიური ხაზების მეშვეობით. იქ მოდიოდა სერგეი პარაჯანოვი, გენიალური რეჟისორი, რომელიც იყო კოტეს უახლოესი მეგობარი და ხომ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, როდესაც იკალამებდა ცხნეთის სუფრაზე. პარაჯანოვი, რომელსაც ჰქონდა ტრაგიკული ბედი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, იქ პოულობდა დროებით თავშესაფარს ემოციურ სიცალისგან. კოტე და პარაჯანოვი ისხდნენ ხოლმე ბარდო შუა ღამით, როდესაც ყველა უკვე დაღლილი იყო სუფრით და საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ცხოვრებაზე და იმ საბჭოთა სისტემაზე, რომელიც მათ ორივეს ცდილობდა დაეთრკუნებინათ, მაგრამ ვერასდროს ვერ შეძლო დაემარცხებინა მათი კრეატიული სული. კოტე არასდროს არ ითვლიდა რა ღირდა მისთვის ასეთი სუფრების მოწყობა, რადგან მისთვის ღირებულება არ იყო ფულში, არამედ იმ სიხარულში, რაც ხედავდა მეგობრების თვალებში, იმ სიცილში, რომელიც ივსებოდა ბაღში, იმ სიტყვებში, რომლებიც იქცეოდა შთაგონებად მომავალი თაობებისთვის. მას იყო ფილოსოფია, რომელსაც არასდროს არ უთქვამს ხმამაღლა, მაგრამ ყველა მიგრძნო, ფული გადის, სახელი გადის, ყველაფერი გადის, მაგრამ რჩება მხოლოდ ის, რისი გაზიარებაც შეძელის ხვებთან. მაგრამ ამ დაუსრულებელი სიხარულის მიღმა იყო ჩრდილი, რომელსაც კოტე არასდროს არ ესაუბრა, მაგრამ რომელიც მოჰყვებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მისი მეუღლე, ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სრულად გააცნობიერა, რა ფასად მოდიოდა ეს ცხოვრება. მიუხედავად სოფიკოს სტატუსისა, ოფიციალურად ისინი ცხოვრობდნენ მოკრძალებულად, ისევე როგორც ბევრი საბჭოთა მოქალაქე, იხარჯავდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ სხვებს მიეცათ დაუვიწყარი წუთები, მაგრამ საკუთარი თავისთვის იტოვებდნენ მხოლოდ იმას, რაც იყო საჭირო გადარჩენისთვის. სოფიკო იყო მხარში, როდესაც კოტე ბრუნდებოდა ქორწილიდან დაღლილი, სახეზე იდგა ბედნიერება და კონვერტი ხელში და ის არასდროს არ კითხულობდა, რა გააკეთებდა ამ ფულით, რადგან მან იცოდა პასუხი, მეგობრებს, სუფრას, იმ სამყაროს, სადაც ისინი იყვნენ სამეფო წყვილი არა სისხლით, არამედ სულით. რა იყო იმ პატარა კონვერტში, რომელიც ეჯიბებოდა კოტეს, როდესაც ის დალეწებოდა სუფრის ბოლოს და თხოვდა გამარჯვების ტოსტს? იყო თუ არა იქ მხოლოდ ფული, თუ იქ იყო ასევე სახიფათო საიდუმლო, რომელსაც მან არასდროს არ გაუმხელა, მაგრამ რომელიც მოჰყვა სამუდამოდ. ერთ საღამოს ზუსტად 2 დღის წინ კოტეს უნდა იყო თამადა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქორწილზე, რომელიც ოდესმე მოწყობილიყო თბილისში. მის სახლში გამოჩნდა უცნობი მამაკაცი, რომელსაც ყველა მხოლოდ კურატორს უწოდებდნენ. მას არ ჰქონდა სახელი, არ ჰქონდა გვარი, არა იყო ოფიციალური პოზიცია, მაგრამ ყველა მიცოდა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ბევრს იმ ფარული ოპერაციებიდან, რომლებიც მოძრაობდა თბილისის ეკონომიკურ ჩრდილში. კოტე და მისი ცოლი სოფიკო იყვნენ სახლში, როდესაც კარზე დააკაკუნეს და შემოვიდა მამაკაცი, რომელსაც არ ენდობოდა. ის იყო შავ კოსტიუმში, ხელში პატარა პორტფელი, მზერად ცივი და გაანალიზებული, ისე იყო გამოწყობილი, თითქოს მოსულიყო არა მეგობრის სახლში, არამედ ბიზნეს შეხვედრაზე. მან სთხოვა კოტეს, რომ ისაუბრებოდნენ მარტო და სოფიკო გავიდა ოთახიდან, თუმცა მან მოისმინა კარიდან, როგორც მოგვიანებით აღიარა მახლობელი ადამიანებისთვის, რომ მას აწუხებდა ეს მოულოდნელი ვიზიტი. საუბარი არ გახანგრძლივებულა, მაგრამ მას შემდეგ რაც კურატორი წავიდა, კოტეს სახე შეიცვალა. ის იყო მორეული, მრუშებული, მისი ხელები კანკალებდნენ, როდესაც ის დაჯდა დივანზე და სთხოვა სოფიკოს, რომ მოეტანა ჭიქა ღვინო. სოფიკომ სთხოვა მას, რომ ეთქვა რა მოხდა, მაგრამ კოტე მხოლოდ თქვა, მომთხოვეს რაღაც, რაც არ შემიძლია. გავაკეთო. მან არ დააზუსტა, მაგრამ იმ საღამოს მოლოდინი იყო სავსე უცნაური ტენზიით, რადგან კოტე, რომელიც ყოველთვის იყო გულახდილი და გახსნილი, ფარულად იტოვებდა საიდუმლოს, რომელსაც ვერავის გაუმხელდა. მომდევნო 2 დღე მან გაატარა სახლში, არ გამოსულიყო, არ შეეძულა ტელეფონზე, უბრალოდ იჯდა და აკვირდებოდა ფანჯარას, თითქოს ელოდა რაღაცას, რაც ქმნიდა მის ბედს. ის ქორწილი, სადაც მას უნდა ყოფილიყო თამადა, ჩატარდა მის გარეშე და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კოტე მახარაძემ უარი თქვა იმის გაკეთებაზე, რისთვისაც მას უხდიდნენ 5000 მონეტს.
მან არ აუხსნა ორგანიზატორებს, რატომ არ მივიდა, მან უბრალოდ გააგზავნა მოკლე წერილი, ვერ მოვალ, იმაზე ვერავის უმალავ მიზეზს. ხალხი საუბრობდა, იტყუება, კითხულობდა, მაგრამ არავინ იცოდა სიმართლე, რადგან კოტე არ ურჩევიდა არავის და არ არსებობდა არავინ, ვისთვისაც ის გაუმხელდა საკუთარ შიშს. რამდენიმე წელი გავიდა ამ მოულოდნელი უარის შემდეგ და მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც თბილისის შავი ბაზრის სტრუქტურა დაიშალა პერესტროიკის პერიოდში, გავრცელდა ვერსია, რომ კურატორმა სთხოვა კოტეს, რომ გამხდარიყო არა მხოლოდ თამადა, არამედ მოწმე რაღაც ძალიან საშიშში, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკურ და კრიმინალურ ფიგურებს და მისი არსებობა იქ უნდა ყოფილიყო ალიბი, რომ ჩვენება, რომ ყველაფერი იყო ლეგიტიმურად. კოტე უარი თქვა, რადგან მან გრძნო, რომ თუ მიიღებდა იმ შეთავაზებას, ის შევიდოდა სამყაროში, საიდანაც ვერასდროს გამოვიდოდა. რა შესთავაზეს მას ზუსტად? რატომ სთხოვდა კურატორი მას, რომ გახდა მოწმე? და თუ კოტემ უარი თქვა, რა იყო ფასი, რომელიც მან გადაიხადა ამ თავისუფლებისთვის? ის ფული, რაც იქამდე ხვდებოდა მის ხელში, შემდეგ აღარასდროს იყო იგივე, რადგან ბევრმა მდიდარმა უარი თქვა კოტესთან მუშაობაზე, ხოლო მან აღარ აიღო ასეთი თამადობის შეთავაზებები, რადგან მან იგრძნო, რომ იმ სისტემაში, სადაც ის იყო ნაწილი, დადგა ის ზღვარი, როდესაც თამაში ხდება საშიში. ზოგმა თქვა, რომ კოტე შეშინდა, მაგრამ ისინი, ვინც მას ნამდვილად იცნობდა, იცოდა, რომ ეს არ იყო შიში, არამედ გადაწყვეტილება, რომ დაეცვა ის ღირებულებები, რომელზეც მან ააშენა თავისი ცხოვრება, მეგობრობა, პატიოსნება და სულის სიმშვიდე. მან არ ცვლილება ეს ფასეულობები ფულზე, ძალაზე ან უსაფრთხოებაზე და იმ გადაწყვეტილების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა, რადგან მას დატოვა ის სამყარო, სადაც ის იყო მეფე და გაიმეორა რა იყო ის, მსახიობი, თამადა, მეგობარი და ლეგენდა, რომელიც არ იყიდება. და ახლა, წლების შემდეგ ის კონვერტი, სადაც ჩამოწერილი იყო ყველა ფარული ქორწილი, ყველა ფული და ყველა საიდუმლო, ინახება არქივში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოქვეყნებული, რადგან შიგნით ნამდვილად არის სახელები, რომლებიც აზიანებს ბევრ ადამიანს და ბევრ რეპუტაციას. მაგრამ ის, რაც ყველაზე მთავარია იმ ჩანაწერში, არის ბოლო სიტყვები კოტეს ხელით დაწერილი. ყველაფერი დახარჯეს მეგობრებმა და სუფრამ, მაგრამ ეს იყო სიცოცხლე. როდესაც კოტემ დატოვა ის ფარული სამყარო, სადაც 5,000 მანეთი ერთ საღამოში იყო ჩვეულებრივი რიცხვი, ის დაბრუნდა იმ ადგილას, საიდანაც ყოველთვის მოდიოდა, თეატრის სცენაზე, მეგობრების შუაგულში და ცხნეთის სუფრაზე, სადაც აღარ იყო იმპორტული კონიაკი და იმპორტული სიგარეტები, არამედ იყო უბრალო ღვინო, უბრალო საჭმელი და ის სიხარული, რომელიც არასდროს ფასს არ სჭირდებოდა. ის აგრძელებდა თამადობას, მაგრამ არა იმ ქორწილებზე, სადაც ფული იყო მთავარი ვალუტა, არამედ იმ სუფრებზე, სადაც მეგობრობა იყო ყველაფრის საფუძველი. მისი ბოლო წლები იყო სავსე იმ სიმშვიდით, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც ადამიანი იცის, რომ არჩევანი გააკეთა სწორი. ის აღარ ფიქრობდა იმაზე, რამდენს დახარჯა ან რამდენს იქნებოდა შენახული, თუ სხვანაირად მოიქცეოდა. ის უბრალოდ ცხოვრობდა ისე, როგორც ყოველთვის სურდა, გახსნილი გულით, ხელგაშლილი სახლით და იმ რწმენით, რომ სიმდიდრე არის არა იმაში, რაც გაქვს, არამედ იმაში, რისი გაზიარებაც შეგიძლია. და როდესაც ის წავიდა 2002 წელს, მისი მემკვიდრეობა არ იყო ბანკში შენახული ფული, არამედ ათასობით მოგონება, ასობით სიმღერა და ის უბრალო კონვერტი, სადაც დაწერილი იყო, ყველაფერი დახარჯეს მეგობრებმა და სუფრამ, მაგრამ ეს იყო სიცოცხლე. მაგრამ დარჩა კითხვა, რომელსაც არავინ არ უპასუხა. რა ხდებოდა იმ საღამოებში, როდესაც კოტე ბრუნდებოდა 5,000 მანეთით კონვერტში და როგორ შეიქმნა ის ჩრდილოვანი სამყარო, რომელმაც მიმართა მსახიობს კრიმინალურ სამეფოში. თუმცა მან არასდროს არ გადაკვეთა ის ზღვარი, რომელმაც დაარღვია მისი სული. ამ საიდუმლოს პასუხი ინახება არა მხოლოდ იმ კონვერტში, არამედ იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებიც იყვნენ იქ, რომლებმაც იცოდნენ და ჯერ კიდევ ინახავენ ჩუმად, რადგან ზოგიერთი ლეგენდა უკეთესია დარჩეს ასეთი, როგორიც არის, დიდი, ძლიერი და შეუძლებელი სრულად გამხელად. მე ვნახე ყველაფერი, რაც ხდებოდა იმ კარის უკან, მაგრამ 40 წელი ვჩუმობდი, რადგან მეშინოდა, ასე იხსენებს თამარ გოგოლაშვილი, რომელიც 80-იან წლებში მუშაობდა კოტეს პირად მძღოლად და ერთგვარ კოორდინატორად იმ ფარულ ქორწილებზე მიმართვისას. თამარი იყო უბრალო ქალი საბურთალოდან, მას ჰყავდა 3 შვილი და მუშაობდა 2 სამსახურში, რომ გადარჩენოდა, მაგრამ როდესაც კოტე მას სთხოვა დახმარება, მან უთხრა, კოტე ბატონო, მე არაფერი ვიცი ფული და ბიზნესის შესახებ, მაგრამ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებ. და კოტემ მიანიჭა მას როლი, რომელიც აღმოჩნდა ბევრად უფრო რთული, ვიდრე ის წარმოიდგენდა. თამარი იყო ის, ვინც უზრუნველყოფდა კოტეს მიმართვას იმ დახურულ ქორწილებზე, ატარებდა მას შავ ვოლგაში, ელოდა სუფრის გარეთ და შემდეგ აბრუნებდა მას უკან ღამის 2 საათზე, როდესაც ყველა უკვე ეძინა და ქალაქი იყო სიჩუმეში გახვეული. თამარმა დაინახა, რა ხდებოდა იმ სახლებში, სადაც კოტეს ხელი ეკრა კარზე და კარი იხსნებოდა ისე, თითქოს თვითონ მეფე მოსულიყო.
ის სახლები იყო სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე ნახულობდა. შიგნით იდგა იმპორტული ავეჯი, იტალიური ქანდაკებები, კედლებზე ეკიდა ნამდვილი ფერწერული ნახატები და იატაკზე იდოსქელი სპარსული ხალიჩები, რომლებიც ღირდა იმდენი, რამდენიც უბრალო ინჟინერი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შეიძენდა. თამარი იჯდა მანქანაში და ელოდა, ხოლო შიგნიდან ისმოდა კოტეს ხმა, როგორ აღმართავდა ტოსტებს ისე, რომ ყველა სტუმარი ტიროდა ბედნიერებისგან, როგორ აკავებდა ყურადღებას 5 საათის განმავლობაში და როგორ აქცევდა ჩვეულებრივ ქორწილს ლეგენდად, რომელსაც საუბრობდნენ მთელი თბილისი მომდევნო კვირის განმავლობაში. მაგრამ იმას, რაც თამარს ყველაზე მეტად აშინებდა, იყო არა თავად ქორწილები, არამედ ის მომენტი, როდესაც კოტე გამოდიოდა და მის ხელში იდო შავი კონვერტი, რომელშიც იყო ის 5,000 მონეტი. თამარი იხსენებს: მე ვხედავდი მის სახეზე, როგორ იყო ერთდროულად ბედნიერი და დაღლილი, როგორ იჯდა უკანა სავარძელზე და სუნთქავდა ღრმად, თითქოს ახლახან გამოსულიყო რაღაც ძალიან მძიმე გამოცდიდან. ის არასდროს არ მელაპარაკებოდა იმ ფულზე, არასდროს არ იბურებდა, არასდროს არ აჩვენებდა მას, როგორც ტრიუმფს. ის უბრალოდ ჩაიდებდა კონვერტს პიჯაკისში და ჯიბეში და მეუბნებოდა: თამარ, სახლში წავიდეთ და აღარ ვისაუბროთ ამაზე. თამარმა დაინახა ასევე ის, რისთვისაც კოტე იხარჯავდა იმ ფულს, და ეს იყო ის, რაც მას ყველაზე მეტად აოცებდა. როდესაც იგი ატარებდა კოტეს ცხნეთში შაბათის დილით, ხედავდა, როგორ ჩამოდიოდა მანქანებით იმპორტული პროდუქტები, დეფიციტური სალათები, იტალიური ძროხის ხორცი, ფრანგული ღვინო და ის ყველაფერი, რაც არ იყო ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანისთვის. კოტე აკრებდა ამ საქონელს ასე, თითქოს ემზადებოდა არა უბრალოდ სუფრისთვის, არამედ სპექტაკლისთვის, სადაც ყველა დეტალი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი, რადგან მისთვის სტუმრები იყვნენ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ საოჯახო წევრები, რომლებსაც ის უყვარდა უსასრულოდ. თამარი იხსენებს ერთ კონკრეტულ საღამოს 90 წლის გაზაფხულზე, როდესაც კოტემ დახარჯა თითქმის მთელი გაზაფხულის შემოსავალი ერთ სუფრაზე, სადაც იყო სერგეი პარაჯანოვი და მისი მახლობელი მეგობრები, რეჟისორები და მხატვრები. იმ საღამოს კოტემ შეუკვეთა სპეციალური იმპორტული კონიაკი, რომელიც ღირდა 2,000 მონეტს ბოთლი და როდესაც თამარმა ჰკითხა, რატომ იხარჯებდა ამდენს, კოტემ მხოლოდ უთხრა: თამარ, პარაჯანოვი არის ადამიანი, რომელსაც საბჭოთა სისტემამ მოჰკვეთა ფრთები, მაგრამ მან არასდროს არ დაკარგა თავისი სული. თუ მე შემიძლია ერთ საღამოს მიეცა მას ის ბედნიერება, რაც იმსახურებს, მაშინ 2,000 მონეტი არაფერია. თამარმა დაინახა ასევე ის ჩრდილი, რომელიც მოჰყვებოდა კოტეს, როდესაც ის აბრუნებდა თავს მანქანაში და უცებ წყვეტდა საუბარს, თითქოს რაღაც მძიმე აწვებოდა მის გონებაში. ის იხსენებს: ზოგჯერ, როდესაც ვბრუნდებოდით ქორწილიდან, კოტე იჯდა სიჩუმეში და აკვირდებოდა ფანჯარას და მე ვგრძნობდი, რომ ის ფიქრობდა რაღაც ძალიან მძიმეზე, რაღაც ისეთზე, რაც არ შეეხებოდა ფულს ან წარმატებას, არამედ შეეხებოდა თავად მის სულს. თამარმა არასდროს არ ჰკითხა, რაზე ფიქრობდა, რადგან იცოდა, რომ ზოგიერთ კითხვას არ ჰქონდა პასუხი, რომელიც შეეძლო გაეზიარებინა. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ მოგონებებში იყო ის, თუ როგორ ექცეოდა კოტე იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მისთვის. თამარი იხსენებს: ის არასდროს არ მექცეოდა როგორც მძღოლს, ის მექცეოდა როგორც ადამიანს, რომელსაც სჭირდება და იმსახურებს პატივისცემას. როდესაც მე მქონდა ფინანსური პრობლემა ჩემი შვილის ოპერაციისთვის, კოტემ მომცაფული მოუთხოვა და როდესაც მე ვეცადე დაუბრუნებოდი, მან თქვა: თამარე, ეს არ არის სესხი, ეს არის საჩუქარი მეგობრისგან და მეგობრები არ ითვლიან რიცხვებს. ეს იყო კოტეს ფილოსოფია, რომელსაც არასდროს არ დაუწერია წიგნებში, მაგრამ რომელიც იცოდა ყველა, ვინც მასთან იყო ახლოს: ფული არის მხოლოდ საშუალება გაუზიარო. სიყვარული და სიყვარული კი არასდროს არ ითვლება. თამარ გოგოლაშვილი დღესაც ცხოვრობს თბილისში, ის უკვე არის 101 წლის, მაგრამ მისი მეხსიერება არის ჯერ კიდევ მკვეთრი, როდესაც ის საუბრობს კოტე მახარაძეზე. მან თქვა: მე ვიცოდი, რომ ის ცხოვრობდა ორ სამყაროში, ერთი იყო ოფიციალური, სადაც ის იყო მსახიობი 130 მონეტით და მეორე იყო ფარული, სადაც ის იყო მეფე, რომელსაც 5,000 მონეტი შეეძლო ერთ საღამოში ეშოვა. მაგრამ ის არასდროს არ დაკარგა საკუთარი თავი, არასდროს არ გახდა ამპარტავანი, არასდროს არ დაივიწყა, ვინ იყო ის სინამდვილეში. და სწორედ ამიტომ ის იყო ლეგენდა, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებენ. მაგრამ რას მალავდა კოტე იმ შავ კონვერტებში? რა იყო ის საიდუმლო, რომელსაც არასდროს არ უთხრა თამარს? და თუ თამარმა დაინახა ყველაფერი, რაც ხდებოდა კარის ამ მხარეს, რა ხდებოდა იმ კარის იქით, სადაც კოტე რჩებოდა მარტო იმ ადამიანებთან, რომლებიც ფლობდნენ არა მხოლოდ ფულს, არამედ ძალაუფლებას, რომელსაც შეეძლო გადაეწყვიტა ადამიანის ბედი ერთი სიტყვით. როდესაც კოტე მახარაძე დატოვა ამ სამყაროს 2002 წელს, ყველამ ველოდებოდა, რომ მისი მემკვიდრეობა იქნებოდა სავსე იმ მილიონებით, რომლებიც მან 10 წლეულების განმავლობაში აგროვა, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული.
ნოტარიუსმა, რომელმაც გახსნა კოტეს ბოლო ანდერძი, აღმოჩინა, რომ მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული არც ერთი ბანკის ანგარიში, არც ერთი საბანკო სეიფი, არც ერთი უძრავი ქონება თბილისის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ სახლისა საბურთალოზე და დაჩისა ცხნეთში, რომელიც უკვე იყო გადაწერილი ოჯახის სახელზე. იმ დღეს, როდესაც ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, რომ ბანკში არ არსებობდა არანაირი დაგროვილი ფული, მრავალმა იკითხა, სად იყო ყველა ის თანხა? სად იყო იმ ათასობით მანეთი, რომელიც მან მიიღო ქორწილებიდან და იმ ყველა საიდუმლო გადახდიდან? პასუხი იყო ერთდროულად მარტივი და რთული. კოტემ დახარჯა ყველაფერი, ყოველი უკანასკნელი კაპიკი, არა საკუთარ თავზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც უყვარდა. მისი ქალიშვილი, ნანა მახარაძე, აღიარებს, მამა არასდროს არ ფიქრობდა ფულზე, როგორც რაღაცაზე, რაც უნდა შენახო. მისთვის ფული იყო მხოლოდ საშუალება, რათა გაეხარდა ადამიანები. ის იხარჯავდა ყველაფერს დაჩაზე, სუფრებზე, მეგობრებზე და ოჯახზე. როდესაც მე დავრჩი დახმარების გარეშე, მამამ გამომიგზავნა ფული მოუთხოვლად. როდესაც მისი მეგობარს სჭირდებოდა ოპერაცია, მამა იხდიდა ყველაფერს. ის არასდროს არ ამბობდა ხმამაღლა, მაგრამ ყველა მიცოდა, თუ კოტე მახარაძეს გაქვს რაიმე, ის გაგიზიარებს. მაგრამ ეს სიახლე არ იყო მხოლოდ ოჯახისთვის შოკი, ის იყო ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კოტე იყო მდიდარი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ფარული სისტემა ფულის შესანახად. ზოგმა თქვა, რომ მან დამალა ფული საზღვარგარეთ, ზოგმა თქვა, რომ მისი ცოლმა, სოფიკო ჭიაურელმა, შეინახა საიდუმლო სეიფები, მაგრამ სინამდვილე იყო ბევრად უფრო მარტივი და უფრო ღირსეული. კოტე მახარაძემ არჩია ცხოვრება ისე, რომ არ დაეგროვებინა. არამედ გაეცა და ის გასცა ყველაფერი იმდენად, რომ როდესაც დადგა დრო, არც ერთი კაპიკი არ დარჩა, მაგრამ დარჩა ის, რაც ფულზე უფრო ძვირფასია, მოგონებები, სიყვარული და პატივისცემა ათასობით ადამიანისგან. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელმაც ვერ მიიღო ეს პასუხი და ეს იყო გურამ ხარაბაძე, ბიზნესმენი, რომელიც მუშაობდა კოტესთან რუიან წლებში და რომელიც იყო ერთ-ერთი იმ ცეხოვიკებიდან, ვისთვისაც კოტე იყო თამადა. გურამი დღემდე იხსენებს, მე ვიცოდი, რომ კოტე იღებდა ძალიან დიდ თანხებს და მე ველოდი, რომ როდესაც ის წავიდოდა, დარჩებოდა რაღაც, რაც აჩვენებდა იმ სიდიადეს, რომლითაც ის ცხოვრობდა. მაგრამ როდესაც შევიტყვე, რომ ბანკში არაფერი იყო, მე არ გავიგონე. როგორ შეეძლო ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ასეთი შემოსავალი, არ შეენახა არაფერი? გურამის ამ კითხვას არ ჰქონდა პასუხი, რომელიც შეეძლო მიეცა ლოგიკური გზით, რადგან კოტეს ფილოსოფია არ იყო ლოგიკური, ის იყო ემოციური, ის იყო ქართული, ის იყო ის, რაც არ შეიძლება განიმარტოს რიცხვებით. მაგრამ იყო ერთი უცნაური დეტალი, რომელსაც თამარ გოგოლაშვილი ახსოვს, 3 თვით ადრე, ვიდრე კოტე გარდაიცვალებოდა, მან მიიღო ზარი ციურიხიდან. თამარი იყო მანქანაში, როდესაც კოტეს მობილურმა დარეკა და მან დაინახა, როგორ გაუფერმქრთა კოტეს სახე, როგორ უთხრა რაღაც გერმანულად და შემდეგ დაარიგა თამარს. ამ ზარზე არავის უთხრა არაფერი, გესმის? არავის. თამარმა არასდროს არ იცოდა, ვინ რეკავდა იმ ზარს და რატომ იყო კოტე იმდენად შეშფოთებული, მაგრამ ეს დეტალი დარჩა მისი მეხსიერებაში, როგორც რაღაც, რაც არ ჯდებოდა იმ სურათში, რომელიც ყველა მიცოდა კოტე მახარაძეზე. ნანა მახარაძე ამბობს, თუ მამას ჰქონდა ფარული ფული, მან არასდროს არ უთხრა არავის და თუ მან არ უთხრა, ეს იმიტომ იყო, რომ მას არ სურდა, რომ ოჯახმა შეეწუხებინა იმაზე, რაც არ იყო მნიშვნელოვანი. მამისთვის ფული არასდროს არ იყო მიზანი, ის იყო მხოლოდ საშუალება და როდესაც ის იხარჯებოდა, მამა უბრალოდ გაგრძელდა ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მაგრამ კითხვა რჩება, რომელი იყო სიმართლე? იყო თუ არა მართლა კოტე იმდენად უანგარო, რომ დახარჯა ყველაფერი, ან იყო თუ არა იქ დამალული მილიონები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იპოვეს და რომლებიც დღემდე ინახება რაღაცა საიდუმლო ადგილას, რომელსაც იცოდა მხოლოდ კოტე და ალბათ ერთი ან ორი მისი ყველაზე ახლობელი ადამიანი. მაგრამ იყო რაღაც, რაც ყველამ არ იცოდა და ეს იყო ის, რომ კოტე მახარაძე არ იყო მარტო ამ ფარულ ეკონომიკურ სისტემაში, მას ჰყავდა ის, რასაც შეეძლო ეწოდებინა შიდა წრე, ჯგუფი 5 ადამიანისგან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა და რატომ იყო კოტე იმდენად წარმატებული. ეს ჯგუფი შედგებოდა არა მხოლოდ მეგობრებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფლობდნენ ძალაუფლებას, კავშირებს და ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ გაიაროს საბჭოთა სისტემის ყველა დაბრკოლება და გადარჩე მის საშიშროებებისგან. ეს ადამიანები არასდროს არ იკრიბებოდნენ ღია შეხვედრებზე, არასდროს არ ტოვებდნენ დოკუმენტებს, არასდროს არ საუბრობდნენ ტელეფონით, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ როდესაც მათ სჭირდებოდათ შეთანხმება, ისინი იკრიბებოდნენ ერთ სპეციალურ ადგილას, რომელსაც მხოლოდ ისინი იცნობდნენ. ერთ-ერთი ამ ადამიანებიდან იყო ნიკოლოზ კაციტაძე, ცნობილი ცეხოვიკი, რომელსაც ჰქონდა ფარული ქარხანა, სადაც აწარმოებდა დეფიციტურ საქონელს და რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი თბილისში იმ დროს.
ზოგიერთი მოწმის თქმით, სწორედ ნიკოლოზი აფინანსებდა ბევრ იმ ქორწილს, სადაც კოტე იყო თამადა და ის იყო ის, ვინც უზრუნველყოფდა, რომ კოტე მიეღო თავისი 5,000 მანეთი ნაღდად და უსაფრთხოდ. მაგრამ ნიკოლოზი არ იყო მხოლოდ დამფინანსებელი, ის იყო ასევე იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ჩრდილოვანი ეკონომიკა თბილისში და რატომ იყო კოტე იმდენად ძვირფასი მათთვის. ნიკოლოზის ძმა, გიორგი კაციტაძე, რომელიც დღესაც ცხოვრობს თბილისში, აღიარებს, ჩემი ძმა მიყვარდა კოტე როგორც ძმას და ის იცოდა, რომ კოტე არ იყო უბრალოდ თამადა, ის იყო ხიდი ორ სამყაროს შორის, ლეგალურ და უკანონოს შორის. კოტე იყო ის, ვინც შეეძლო შეეშვა ჩვენი სამყარო და რეაბილიტება მოეხდინა იმისთვის, რაც ჩვენ ვიყავით. როდესაც კოტე დგებოდა სუფრასთან და წარმოთქვამდა ტოსტს, ის აქცევდა ჩვენ, კრიმინალებს, ადამიანებად, რომლებსაც ჰქონდათ გული, სული და ღირსება. ეს იყო კოტეს უნიკალური ძლიერება, მას შეეძლო გადაექცია ნებისმიერი სუფრა საკულტო მოვლენად და სწორედ ამიტომ იყო ის იმდენად ძვირფასი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ფლობდნენ ფულს, მაგრამ არ ფლობდნენ რეპუტაციას. მაგრამ ბორდელში 99 წლის ნოემბერს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ვანო გორგოძე, ყოფილი ოფიცერი, რომელმაც დატოვა სამსახური და გადავიდა პრივატულ უსაფრთხოებაში, იყო ის, ვინც იცავდა კოტეს ყველა გზაზე, უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას და აკვირდებოდა ყველაფერს, რაც ხდებოდა თბილისის შავი ბაზრის სფეროში. იმ ნოემბრის ღამეს, როდესაც ვანო მიდიოდა შინისკენ თავისი შავი ვოლგით, მანქანა უცებ აფეთქდა ისე, რომ არც ერთი მეზობელი ვერ მოასწრო გაიგოს, რა მოხდა. ოფიციალური ექსპერტიზა თქვა, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ ვანოს ქალიშვილი, თამარ გორგოძე, დღემდე იცის სიმართლე. მანქანა სრულიად დაიცვა, მაგრამ ექსპერტიზამ ვერასდროს დაადგინა ხანძრის მიზეზი. მამა იცავდა კოტეს და მე ვგრძნობდი, რომ ის აკეთებდა ამას არა მხოლოდ იმიტომ, რომ იხდიდნენ, არამედ იმიტომ, რომ ის პატივს სცემდა კოტეს, როგორც ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პრინციპები და არ იყიდებოდა. იმ ღამის შემდეგ კოტე აღარასდროს იყო იგივე. თამარი იხსენებს, რომ ის შეშინდა, ძალიან შეშინდა და როდესაც მას ჰკითხეს, რატომ, უბრალოდ უთხრა, როდესაც იღუპება ის, ვინც გიცავდა, ხვდები, რომ შენი ჯერიც დაგვიანდება. მესამე წევრი იყო თამაზ ლორდ-კიფანიძე, პროდიუსერი, რომელსაც ჰქონდა კავშირები მოსკოვში და რომელიც უზრუნველყოფდა, რომ კოტეს ჰქონდა წვდომა იმ რესურსებზე, რომლებიც არ იყო ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანისთვის. თამაზი იყო ის, ვინც შეეძლო მოეპოვებინა იმპორტული ტექნიკა, დეფიციტური პროდუქტები და ის ყველაფერი, რაც კოტეს სჭირდებოდა მისი ცხნეთის დაჩისთვის და მისი ლეგენდარული სუფრებისთვის. მაგრამ თამაზი არ იყო მხოლოდ მომწოდებელი, ის იყო ასევე იმ ადამიანთაგან ერთ-ერთი, რომელმაც იცოდა როგორ გავლა საბჭოთა ბიუროკრატიის ყველა დაბრკოლება და როგორ გაკეთება ის, რაც ოფიციალურად იყო შეუძლებელი. და ბოლოს იყო ხუთე წევრი, რომლის სახელი არასდროს არ ნახსენებია ხმამაღლა, რადგან ეს იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველაზე საშიში როლი, ის იყო კურატორი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები უშიშროების კომიტეტში და რომელიც უზრუნველყოფდა, რომ კოტეს აღარასდროს არ შეექმნა პრობლემები ოფიციალურ სტრუქტურებთან. ამ ადამიანის არსებობა იყო ის, რაც ყველაზე მეტად იყო დაცული საიდუმლო, რადგან თუ ეს ინფორმაცია გამხელდებოდა, ის გამოიწვევდა სკანდალს, რომელსაც შეეძლო დაინგრია მთელი სისტემა. მაგრამ სწორედ ამ ადამიანის არსებობამ უზრუნველყო, რომ კოტე მახარაძემ შეძლო იცხოვრა ორმაგი ცხოვრებით 30 წლის განმავლობაში და არასდროს არ დაჭერილიყო, არასდროს არ დაპატიმრებულიყო, არასდროს არ გამოძალულიყო. ეს ხუთი ადამიანი იყვნენ საბჭოთა სისტემის ნამდვილი სახე, არა პარტიული ლოზუნგები, არამედ ფარული შეთანხმებები დახურული კარების უკან. კოტე იყო ნაწილი ამ სისტემისგან, მაგრამ ის არასდროს არ იყო მის სიტყვა, რადგან მან ყოველთვის იცოდა, სად იყო ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადაელახა და როდესაც მას შესთავაზეს რაღაც, რაც სცილდებოდა იმ ზღვარს, მან უარი თქვა. მაგრამ რა იყო ის ზუსტი შეთავაზება, რომელზეც კოტემ უარი თქვა? რა იყო ის, რაც დაარწმუნა, რომ თუ ის დათანხმდებოდა, მისი ცხოვრება შეიცვლებოდა სამუდამოდ? და რა იყო ის ფასი, რომელიც მან გადაიხადა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი სული? პასუხები ამ კითხვებზე დაკრძალულია კოტესთან ერთად. მაგრამ ერთი ადამიანი მაინც იცოდა სიმართლე და ის არასდროს არ ისაუბრა. რამდენიმე კვირის შემდეგ ვანო გორგოძის ტრაგიკული სიკვდილიდან კოტეს სახლში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა იმ საღამოს. იყო გვიან საღამო, 10 საათი, როდესაც სოფიკო ჭიაურელი უკვე ემზადებოდა საძინებლად, ხოლო კოტე იჯდა თავის საყვარელ სავარძელში და კითხულობდა გაზეთს. კარზე დააკაკუნეს ისე, რომ არ იყო ის ჩვეულებრივი სტუმრის რბილი კაკუნი, არამედ იყო რაღაც უფრო მძიმე, უფრო ოფიციალური. სოფიკომ გახსნა კარი და ნახა ორი კაცი შავ ქურთუკებში, სახეები ყინულივით გაკინული, თვალები რომლებიც არაფერს გამოხატავდნენ. კოტე მახარაძე სახლშია? ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა ისეთი ტონით, რომელიც არ იძლეოდა არჩევანს უარის თქმისა.
კოტე გამოვიდა დერეფანში და ამოიცნო მათგან ერთ-ერთი. ეს იყო კაცი, რომელიც წარმოადგენდა იმ კურატორს, რომელიც წლების წინ სთხოვდა მას რაღაცას, რაზეც კოტემ უარი თქვა. ეს იყო პირველად, რაც ის პირადად გამოჩნდა კოტეს კარზე და ეს ნიშნავდა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა. კოტე, უნდა ვისაუბროთ. შიგნით შეიძლება? არ იყო თხოვნა, ეს იყო ბრძანება, შეფუთული ფორმალურ თავაზიანობაში. სოფიკო გავიდა ოთახიდან, მაგრამ არ დახურა კარისრულად, რადგან მას უნდოდა მოესმინა, რა ხდებოდა. ვიცით ყველაფერი შენს შესახებ, თქვა კურატორის ადამიანმა და დადო მაგიდაზე პატარა ყავისფერი კონვერტი. ყველა ქორწილი, ყველა თანხა, ყველა სახელი. გვაქვს სია და გვაქვს თარიღები. ესეც გვაქვს ჩანაწერები იმ საუბრებისა, რომლებიც ჰქონდა ნიკოლოზ კაციტაძესთან და თამაზ ლორდ კიფანიძესთან. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კოტე აბოლებული იყო და რომ მათ შეეძლოთ ეს ყველაფერი გაეჯერებინათ ოფიციალურ გამოძიებაში. კოტე იჯდა უძრავად, მაგრამ მისი ხელები იწყებდა კანკალს და ის ცდილობდა დაემალა ეს ემოცია, თუმცა სოფიკომ კარიდან იგრძნო, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა. რა გინდათ ჩემგან? ჰკითხა კოტემ ისეთი ხმით, რომელშიც იყო ერთდროულად შიში და სიამაყე. კურატორის ადამიანმა გახსნა კონვერტი და ამოიღო ფოტოები, სამი ძველი შავთეთრი სურათი, სადაც ჩანდა კოტე სხვადასხვა ქორწილზე, მის გვერდით იჯდნენ ადამიანები, რომლებზეც, როგორც ამბობდნენ, ბნელი ჭორები დადიოდა. ეს ფოტოები საკმარისია იმისთვის, რომ გაგვეხსნათ საქმე თანამონაწილეობაზე უკანონო ბიზნესში. შენ იცოდი ვინ არიან ეს ადამიანები და მაინც იღებდი მათგან ფულს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს შეეძლო კრიმინალად ჩაითვალოს კოტე. კოტე იცოდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ დაშინება, ეს იყო რეალური საფრთხე, რომელიც შეეძლო დაინგრია მთელი მისი ცხოვრება და ოჯახის რეპუტაცია. მაშ რას გთხოვთ? ჰკითხა მან უკვე იცოდა პასუხი, მაგრამ სურდა ის ხმამაღლა გაეგო. კურატორის ადამიანმა ისევ ჩაიდო ხელი პორტფელში და ამოიღო კიდევ ერთი დოკუმენტი. გვჭირდება შენი დახმარება. გვჭირდება, რომ გახდე თამადა ერთ ძალიან სპეციალურ ღონისძიებაზე. ამ ღონისძიებაზე იქნებიან ადამიანები, რომლებიც უნდა იგრძნონ თავი უსაფრთხოდ, უნდა იფიქრონ, რომ ყველაფერი არის ლეგიტიმური. შენი არსებობა იქ იქნება გარანტია, რომ არაფერი საეჭვოა. კოტემ გაიგო, ისინი არ სთხოვდნენ მას იყოს უბრალოდ თამადა, არამედ სთხოვდნენ იყოს ფასადი, რომელსაც უკან მალავდნენ რაღაც ძალიან ბნელს. და თუ უარს ვიტყვი? ჰკითხა კოტემ, თუმცა იცოდა პასუხი. კურატორის ადამიანმა დაადო ფოტოები მაგიდაზე და ელეგანტურად გააშალა ისინი კოტეს წინ. მაშინ ეს ფოტოები აღმოჩნდება საპროკურატურაში ხვალდილით და საღამომდე შენ იქნები დაკითხვის ოთახში. არა მხოლოდ შენ, არამედ ნიკოლოზი, თამაზი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ოდესმე იყო შენს სუფრაზე. ჩვენ შეგვიძლია დაუნგრიოთ მთელი ეს სამყარო ერთი დღით. კოტემ იგრძნო, რომ ის იყო ხაფანგში, საიდანაც არ იყო გამოსავალი. თუ ის დათანხმდებოდა, ის შევიდოდა იმ სამყაროში, სადაც არ იქნებოდა უკან გზა, სადაც ის ხდებოდა ნაწილი რაღაც ისეთისა, რაც შეეძლო დაესრულებინა არა მხოლოდ მისი კარიერა, არამედ მისი სული. მაგრამ თუ ის უარს იტყოდა და კარგავდა ყველაფერს, მეგობრებს, რეპუტაციას, თავისუფლებას. მომეცით ვიფიქროთ, თქვა კოტემ საბოლოოდ, მაგრამ კურატორის ადამიანი თავს არ ანებებდა. გაქვს ერთი დღე კოტე. ხვალ საღამომდე გვიპასუხე. ერთი დღე. იმ ღამეს კოტე ვერ დაიძინა, ის იჯდა ტერასაზე და აკვირდებოდა ვარსკვლავებს, ხოლო სოფიკო იჯდა მის გვერდით და ჩუმად აჭერდა მის ხელს. მან იცოდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა, მაგრამ არ სთხოვდა ახსნას, რადგან ის იცოდა კოტეს ხასიათი, როდესაც ის ჩუმობდა, ნიშნავდა, რომ ის ებრძოდა რაღაცას თავის შიგნით და ამ ბრძოლაში მას არ სჭირდებოდა სიტყვები, სჭირდებოდა მხოლოდ არსებობა იმ ადამიანისა, რომელსაც უყვარდა. დილით კოტე დაურეკა ნიკოლოზ კაციტაძეს და სთხოვა, რომ შეხვედროდა მას ცხნეთში. ნიკოლოზი მივიდა შუადღისას და როდესაც ნახა კოტეს სახე, მან მაშინვე გაიგო, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. მე მოვიდნენ ხვალინდელ, თქვა კოტემ და მოუყო ნიკოლოზს ყველაფერი, რაც მოხდა წინა საღამოს. ნიკოლოზის სახე გაუფერმკრთა და მან იცოდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ აშინება, ეს იყო რეალური ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა გამოიყენოს კოტე როგორც ხელსაწყო რაღაც გაცილებით დიდის წინააღმდეგ. ისინი გვიყენებენ კოტე, ისინი არ გვიცავენ. თუ შენ დათანხმდები, შენ გახდები მოწმე რაღაცა ისეთისა, რაც შემდგომ გამოიყენება შენს წინააღმდეგ. ესენი არ აძლევენ არაფერს უსასყიდლოდ. კოტემ იცოდა, რომ ნიკოლოზი სწორი იყო, მაგრამ მას ასევე უნდოდა გადაერჩა თავის ოჯახს, თავის მეგობრებს და საკუთარ თავს. მაშ რას ვაკეთო? ჰკითხა მან და ნიკოლოზმა დიდხანს ფიქრის შემდეგ უთხრა, კოტე, უნდა გაქცე. უნდა ჩახვიდე იქ, სადაც მათი ხელი არ მიუწვდება.
მე მოგაწვდით ყველა საჭირო დოკუმენტს, ფულს და კავშირებს. უნდა წახვიდე მოსკოვში, იქ გაქვს მეგობრები რეჟისორებს შორის ისინი დაგეხმარებიან. მაგრამ თუ აქ დარჩები და უარს იტყვი, ისინი დაგანგრევენ. და თუ დათანხმდები ისინი გამოგიყენებენ და მერე მაინც დაგანგრევენ. მაგრამ კოტე არ შეეძლო გაქცეული ყოფილიყო, მისთვის თბილისი არ იყო უბრალოდ ქალაქი, ეს იყო მისი სიცოცხლე, მისი სული, მისი იდენტობა. გაქცევა ნიშნავდა დამარცხებას, ნიშნავდა რომ ის აღიარებდა შიშს და დანებებულობას. მე არ შემიძლია წავიდე ნიკოლოზ. ჩემი ადგილი აქ არის. ნიკოლოზმა ჩაიდო ხელი კოტეს მხარზე და დაუმატა, მაშინ მე შემოგთავაზებ სხვა გზას. თუ შენ არ შეგიძლია წახვიდე, მაშინ უნდა იყო დაავადებული იმ დღეს. უნდა შექმნა ალიბი, რომელიც გაგაფარავს. თუ ისინი გთხოვენ იყო თამადა იმ ღონისძიებაზე, უნდა იყო საავადმყოფოში, უნდა იყო ნებისმიერ ადგილას, მაგრამ არა იქ, სადაც ისინი გთხოვენ. კოტემ გადაწყვიტა მისდევს ნიკოლოზის რჩევას, მაგრამ არ იცოდა როგორ გაეკეთებინა ეს ისე, რომ არ დაიჩვენებინა თავისი ოჯახი საფრთხეში. იმ საღამოს მან დაურეკა თავის ძველ მეგობარს ექიმს, რომელიც მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში და სთხოვა მას, რომ მოამზადოს სამედიცინო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ კოტეს ჰქონდა სერიოზული გულის პრობლემები და ის საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. ექიმმა დათანხმდა, თუმცა მან არ იცოდა სრული სურათი, მან უბრალოდ ეხმარებოდა მეგობარს, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება. მაგრამ კოტემ იცოდა, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა, თუ ის არ გამოცხადდებოდა იმ ღონისძიებაზე, ისინი მოვლენ უკან და პოვნიან სხვა გზას მის გასაკონტროლებლად. მან იცოდა, რომ ეს იყო დასაწყისი რაღაცისა, რაც შეეძლო დაესრულებინა მთელი მისი ცხოვრება. მომდევნო დღეს, როდესაც კურატორის ადამიანი დარეკა კოტეს სახლში, რომ მოესმინა პასუხი, სოფიკო ჭიაურელმა უპასუხა ტელეფონზე ისეთი ხმით, სადაც იყო პანიკა და სევდა ერთდროულად. კოტე საავადმყოფოშია, მას სერიოზული გულის კრიზისი ჰქონდა წუხელ საღამოს. ექიმები ამბობენ, რომ მან უნდა დარჩეს ინტენსიურ თერაპიაში სულ მცირე ერთი კვირა. ეს იყო ცრუ, მაგრამ ის იყო საჭირო ცრუ, რათა გადარჩენილიყო კოტე იმ ხაფანგისგან, რომელშიც ის იყო ჩაყრილი. კურატორის ადამიანი არ დაჯერა ისევე ადვილად, როგორც სოფიკომ იმედოვნა. იმ საღამოს საავადმყოფოში მივიდა ორი უცნობი კაცი და სთხოვეს ექიმებს, რომ შეხვედროდნენ კოტე მახარაძეს. ექიმმა, რომელმაც დაამზადა ყალბი დოკუმენტები, გაფრთხილა კოტე და მოამზადა მთელი სპექტაკლი. კოტე მოათავსეს პალატაში, დააკავშირეს მონიტორებთან და დააწვინეს საწოლზე ისე, რომ მართლაც ჰგავდა დაავადებულს, ვისაც ჰქონდა სერიოზული გულის პრობლემა. როდესაც კურატორის ადამიანები შევიდნენ პალატაში, მათ დაინახეს კოტე, რომელიც იცვა საწოლზე, თეთრი როგორც ქაღალდი, სუნთქვა მძიმე და თვალები ნახევრად დახუჭული. როგორ ხარ კოტე? ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა, მაგრამ კოტემ მხოლოდ ამოიკვნესა და ჩაიდო ხელი გულზე, თითქოს ტკივილი აწუხებდა. ექიმმა ჩაერია, გთხოვთ არ შეაწუხოთ, მას სჭირდება მთელი სიმშვიდე. თუ მის მდგომარეობა გაუარესდება, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი. კურატორის ადამიანები გავიდნენ პალატიდან, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, როდესაც გამოჯანმრთელდები კოტე, ჩვენ კვლავ მოვალთ. ეს იყო დაშინება, ეს იყო გაფრთხილება, რომ ეს თამაში არ დასრულებულა. კოტემ გაატარა 5 დღე საავადმყოფოში, არა იმიტომ, რომ ის რეალურად იყო დაავადებული, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა დრო გაეფიქრებინა, როგორ გადაერჩინა ეს სიტუაცია. მან იგრძნო პირველად თავის ცხოვრებაში რეალური შიში არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვარდა. იმ 5 დღის განმავლობაში მას ელაპარაკებოდა ნიკოლოზი, თამაზი და სხვა მეგობრები, რომლებიც ცდილობდნენ გამოეფიქრათ გეგმა, როგორ დაეცვათ კოტე და როგორ დაეცვათ თავად საკუთარი თავი იმ სისტემისგან, რომელიც ცდილობდა მათ გამოეყენებინა როგორც სპიონები უფრო დიდ თამაშში. როდესაც კოტე გამოვიდა საავადმყოფოდან, მან შეწყვიტა მისი ფარული მუშაობა როგორც თამადა იმ ქორწილებზე, სადაც იხდიდნენ 5,000 მანეთს. მან არ განაცხადა ხმამაღლა, მაგრამ ყველამ გაიგო, კოტე მახარაძე გამოვიდა იმ სამყაროდან, რომელმაც გახადა ის მდიდარი, მაგრამ რომელმაც ასევე შეეძლო დაენგრია მთელი მისი ცხოვრება. ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო რაღაც, რაზეც არავინ არასდროს არ ისაუბრა ღიად, მაგრამ რომლის კვალიც დარჩა იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებიც იყვნენ იქ. რამდენიმე თვის შემდეგ 99 წლის ბოლოს ნიკოლოზ კაციტაძე გაიქცა საქართველოდან და გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მას ჰქონდა კავშირები და სადაც მას შეეძლო დაეწყო ახალი ცხოვრება. მაგრამ ის არ წავიდა მარტო, მან წაიღო თან ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა იმ ფარულ ოპერაციებს, რომლებშიც მონაწილეობდა კოტე და ის ყველაფერი, რაც შეეძლო დაეცვა მათ იმისგან, რომ გამხდარიყვნენ მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც ცდილობდა მათ გამოეყენებინა.
ნიკოლოზის ძმა გიორგი კაციტაძე იხსენებს იმ დღეს, როდესაც მისი ძმა დატოვა თბილისი. ის მოვიდა ჩემთან ღამის 2 საათზე და თქვა, რომ მას უნდა წასულიყო და რომ მან არ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა. მე ვკითხე რატომ და მან მხოლოდ თქვა, გიორგი, ეს სამყარო არის საშიში და ჩვენ აღარ ვართ უსაფრთხო და აქ კოტე იცის ზედმეტად ბევრი, მე ვიცი ზედმეტად ბევრი და ისინი არ დატოვებენ ჩვენ მშვიდად. მან არ დააზუსტა ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის საუბრობდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ ძალა და რომლებიც არ ტოვებდნენ არანაირ კვალს. ნიკოლოზი წავიდა და არასდროს არ დაბრუნებულა საქართველოში, მაგრამ მან დატოვა ერთი საიდუმლო შეტყობინება კოტესთვის, რომელიც გადასცა თამაზ ლორდ-კიფანიძემ. ეს შეტყობინება იყო მოკლე და ძალიან მკაფიო. კოტე, შენ გააკეთე სწორი არჩევანი. არასდროს დაბრუნდე იქ, სადაც ისინი გთხოვენ. შენი ადგილი არის სცენაზე, არა იმ ჩრდილოვან სუფრებზე. თამაზმა გადასცა ეს შეტყობინება კოტეს და ნახა, როგორ წაიკითხა კოტემ ის და როგორ ჩაიდო ხელი სახეზე, თითქოს რაღაც ძალიან მძიმე აწვალებდა მას. მე დავკარგე ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით იმ ადგილზე, სადაც არ უნდა ყოფილიყავით, თქვა კოტემ თამაზს და შემდეგ აღარასდროს ისაუბრა ამაზე. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კოტემ გააგრძელა თავისი ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ის დაბრუნდა თეატრში, დაბრუნდა თავის ოჯახთან და დაბრუნდა იმ სუფრებთან, სადაც ის იყო თამა და არა ფულისთვის, არამედ სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის. მან დატოვა ის სამყარო, სადაც 5,000 მანეთი იყო ნორმა და დაბრუნდა იმ სამყაროში, სადაც ერთი კარგი სიტყვა ღირდა იმაზე მეტს, ვიდრე ყველა ფული მსოფლიოში. თამაზ ლორდ-კიფანიძე, რომელიც დღემდე ცხოვრობს თბილისში და რომელიც არის უკვე 99 წლის, აღიარებს, კოტე იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი, ფული, ძალა, სტატუსი, მაგრამ მან აირჩია რაღაც სხვა. მან აირჩია სიმშვიდე და თავისი სულის დაცვა. ის იყო გენია არა მხოლოდ როგორც თამა და არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც იცოდა, სად იყო ზღვარი და როდის უნდა შეეჩერებინა. და სწორედ ამიტომ ის იყო და რჩება ლეგენდა. პასუხები ამ კითხვებზე, რა იყო ის ღონისძიება, სადაც კოტეს უნდა ყოფილიყო, ვინ იყვნენ ის ადამიანები და რა იყო ის სუსტი გეგმა, დაკრძალულია 2 ადგილას. 1. კოტე მახარაძესთან ერთად, სადაც მისი მოგონებები ცოცხლობს. 2. გერმანიაში, სადაც ნიკოლოზ კაციტაძემ დატოვა ის დოკუმენტები, რომლებიც ერთ დღეს შეიძლება გახსნა და გამოავლინოს სრული სურათი იმისა, რა ხდებოდა იმ წლებში, როდესაც კოტე მახარაძე იყო ერთდროულად მეფე და ტყვე იმ სამყაროსი, სადაც ფული ჰქმნიდა ძალაუფლებას, მაგრამ ძალაუფლება ქმნიდა ხაფანგებს, საიდანაც გამოსვლა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ, როდესაც კოტე იჯდა თავის ტერასაზე ხანდაზმულობის წლებში და უყურებდა თბილისის ვარსკვლავოვან ცას, ის იცოდა რაღაცას, რაც სხვებმა არასდროს გაიგეს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი გამარჯვება არ არის ის, რაც გიპყრია, არამედ ის, რაზეც უარი გითქვამს. თბილისის თეატრალური არქივების ქვესართულში, სადაც ინახება საბჭოთა პერიოდის ათასობით დოკუმენტი, 2025 წელს აღმოაჩინეს პაპკა, რომელზეც წითელი მელნით იყო დაწერილი, სპეციალური კონტროლი, მსახიობები კატეგორიებ. შიგნით იყო 30-ზე მეტი გვარი და მე-12 ხაზზე დგას სახელი, რომელიც გააყინებდა ყველას, ვინც იცნობდა ქართულ თეატრს. მახარაძე კოტე ივანესძე, სისტემატური კონტროლი საჭიროა წლების განმავლობაში ბოჰემურ კავშირების გამო. ეს დოკუმენტი არ იყო უბრალო ადმინისტრაციული ფურცელი, ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ კოტე მახარაძე სულაც არ იყო თავისუფალი იმ როლში, რომელიც მან თამაშობდა თბილისის სოციალურ ცხოვრებაში. ის იყო დაკვირვების ქვეშ, მუდმივად, წლების განმავლობაში, არა იმიტომ, რომ ის რაიმე დანაშაულს ჩადიოდა, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ზედმეტად პოპულარული, ზედმეტად გავლენიანი და ზედმეტად დაუკავშირებელი სისტემას, რომელიც მას აკონტროლებდა. იმ პაპკაში იყო ასევე ჩანაწერები იმის შესახებ, თუ სად იყო კოტე კონკრეტულ თარიღებზე, ვისთან ხვდებოდა და რას საუბრობდა. ბევრი ამ ჩანაწერიდან იყო გაკეთებული მის საკუთარი კოლეგების მიერ, რომლებიც ვალდებული იყვნენ ან მოსყიდული იყვნენ სისტემის მიერ. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი ეხებოდა კონკრეტულ საღამოს 80-იან წლებში, როდესაც კოტე იყო პარაჯანოვთან ერთად ცხნეთში და საუბრობდა იმაზე, თუ როგორ იყენებდა საბჭოთა სისტემა ხელოვანებს პროპაგანდისთვის. ეს საუბარი ჩაიწერა იმ ადამიანის მიერ, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ მას აიძულეს ეს გაეკეთებინა, რადგან მას ჰქონდა ოჯახი და მას არ შეეძლო უარი ეთქვა. მაგრამ რაც ყველაზე საშიში იყო იმ პაპკაში, იყო ბოლო გვერდი, სადაც წითელი ხელით იყო დაწერილი ერთი წინადადება, არ რეკომენდირებულია საერთაშორისო გასტროლებისთვის 80-იანი წლებიდან, არა პროგნოზირებადი ქცევა დახურულ სივრცეებში. ეს ნიშნავდა, რომ კოტეს არასდროს არ მისცეს ნებართვა წასულიყო საბჭოთა კავშირიდან გარეთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მრავალი მოსაწვევი დასავლეთიდან. მას ბლოკავდნენ არა ოფიციალურად, არამედ ჩუმად, ისე რომ თვითონ კოტეც კი არ იცოდა ზუსტად რატომ არასდროს არ ხდებოდა ის სურვილები რეალობად.
თამარ გოგოლაშვილი, რომელიც იყო კოტეს მძღოლი და მისი კონფიდანტი, იხსენებს როგორ აღმოაჩინა კოტემ ეს სიმართლე. ერთხელ 80-იან წლებში კოტე მიიღო წერილი პარიზის თეატრიდან, სადაც მას სთხოვდნენ ჩამოსულიყო და წაეკითხა ქართული პოეზია მსოფლიო ლიტერატურის ფესტივალზე. კოტე იყო ძალიან ბედნიერი და მივიდა კულტურის სამინისტროში, რათა მოეპოვებინა ნებართვა. მას უთხრეს, რომ განიხილავდნენ და უპასუხებდნენ. მაგრამ პასუხი არასდროს არ მოვიდა. როდესაც კოტე კვლავ მივიდა, მას უთხრეს, რომ გადაწყვეტილება იყო ზევიდან და რომ მას არ შეეძლო წასვლა, რადგან თითქოს იყო საჭირო მისი არსებობა თბილისში მიმდინარე თეატრალური სეზონისთვის. კოტე იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი, რადგან სეზონი იყო დასრულებული. მან გაიგო, რომ მას არ აძლევდნენ წასვლის უფლებას და ეს გაცნობიერება გაანადგურა რაღაც მის შიგნით. ეს არ იყო პირველი და არც ბოლო შემთხვევა, როდესაც კოტეს კარიერას ბლოკავდნენ ჩუმად, მაგრამ ეფექტურად. მას არასდროს არ დაპატიმრებიან, არასდროს არ დასჭიდნენ ოფიციალურად, მაგრამ მას ყოველთვის აკონტროლებდნენ, ყოველთვის აკვირდებოდნენ და ყოველთვის უზრუნველყოფდნენ, რომ მისი გავლენა დარჩენილიყო ფარგლებში, რომელსაც სისტემა ადგენდა. ეს იყო საბჭოთა რეპრესიის ყველაზე რაფინირებული ფორმა, არა ცხელი რეპრესია, არამედ ცივი კონტროლი, რომელიც არასდროს არ ტოვებდა კვალს, მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა. და როდესაც კოტეს სთხოვეს გახდა ნაწილი იმ საიდუმლო ღონისძიებისას, სადაც მას უნდა ყოფილიყო თამადა, ეს არ იყო მხოლოდ შეთავაზება, ეს იყო ტესტი იმაზე, თუ რამდენად კონტროლდებადი იყო ის. და როდესაც კოტემ უარი თქვა, ის გადალახა ის ზღვარი, რომლის მიღმა სისტემა აღარ იტანდა მას. 91 წელს, ნოემბრის ცივ საღამოს კოტე მახარაძეს მიეცა ის, რაც მას არასდროს არ ელოდა, ოფიციალური წერილი რუსთაველის თეატრიდან, სადაც ეწერა, რომ მისი კონტრაქტი არ განახლდებოდა მომავალ სეზონზე ორგანიზაციული საჭიროებების გამო. ეს ნიშნავდა, რომ ის კარგავდა თავის ძირითად სამუშაოს, ის სამუშაოს, რომელიც მას ჰყავდა 30 წელი. თეატრის დირექტორმა, რომელიც იყო კოტეს ძველი მეგობარი, ჩუმად უთხრა მას, კოტე, მე ვეცადე ყველაფერს, მაგრამ გადაწყვეტილება მოვიდა ზევიდან. მათ გჭირდებათ შენი ადგილი სხვა ადამიანისთვის, ვისაც მეტი აქვს. როგორ ვთქვა? ლოიალურობა. კოტემ გაიგო, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ არ უთქვამს არაფერი. მან მხოლოდ აიღო თავისი ნივთები და წავიდა იმ თეატრიდან, სადაც მან შექმნა ათეულობით როლი, სადაც მან გაატარა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები. მაგრამ ეს არ იყო დასასრული, ეს იყო დასაწყისი უფრო დიდი დევნისა. რამდენიმე კვირის შემდეგ კოტეს დაურეკეს გოსტელერადიოდან და უთხრეს, რომ მის ხმას აღარ გამოიყენებდნენ სპორტული გადაცემებისთვის, რადგან თითქოს სჭირდებოდა სიახლე. ეს იყო ის სამუშაო, რომელიც მას აძლევდა ძირითად შემოსავალს, ეს იყო ის, რაც მას აქცევდა ცნობადხმად მილიონობით საბჭოთა მოქალაქისთვის. და ახლა მას ართმევდნენ ამასაც, ისევ ჩუმად, ისევ ორგანიზაციული საჭიროებების გამო. სოფიკო ჭიაურელი, რომელიც ხედავდა, როგორ იშლებოდა კოტეს ცხოვრება დღითიდღე, მოგვიანებით აღიარებდა, მე ვხედავდი, როგორ კარგავდა ის ყველაფერს, რაც მას ჰქონდა აშენებული, არა იმიტომ, რომ ის გააკეთა რაიმე ცუდი, არამედ იმიტომ, რომ ის უარი თქვა იყოს მორჩილი. მე ველოდი, რომ ის დამტვრეოდა, მაგრამ კოტე არასდროს არ დამსხვრევლა. ის აგრძელებდა ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მის შიგნით რაღაც იშლებოდა. კოტეს დარჩა მხოლოდ ის, რაც მას არავის არ შეეძლო წაერთვა, მისი ხმა ცხნეთის სუფრებზე, მისი არსებობა მეგობრების წრეში და ის პატივისცემა, რომელიც ხალხს ჰქონდა მის მიმართ. მაგრამ ოფიციალურად ის გახდა არასახელწოდებით, გახდა ყოფილი, გახდა ჩრდილი იმისა, რაც ის იყო. და ყველაფერი ეს მოხდა არა იმიტომ, რომ სისტემა არ აფასებდა მის ნიჭს, არამედ იმიტომ, რომ ის გახდა საშიში, როდესაც გაბედა არ იყოს კონტროლირებადი. მაგრამ იყო რაღაც, რაც კოტემ ჩუმად მიიღო და რომელიც ასევე ჩუმად შეინახა, დოკუმენტი, რომელიც ახსნიდა, რატომ იყო ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიბმული იმ სისტემასთან, რომელმაც ერთდროულად შექმნა და გაანადგურა ის. ეს დოკუმენტი იყო ხელშეკრულება, რომელიც კოტემ მოაწერა ხელი 1951 წელს, როდესაც ის შევიდა რუსთაველის თეატრში. ეს არ იყო უბრალო შრომითი კონტრაქტი, ეს იყო დოკუმენტი, სადაც ეწერა პირობები, რომლებიც ამჟამად გამოიყურებოდა აბსურდული, მაგრამ იმ დროს იყო სტანდარტი ყველა მსახიობისთვის, ვინც სურდა მუშაობა საბჭოთა სისტემაში. ამ კონტრაქტის სიმძიმე იყო პუნქტ 16-ში, სადაც ეწერა, მსახიობი ვალდებულია გაიაროს ნებისმიერი სამუშაო დავალება, რომელსაც მოსთხოვს კულტურის სამინისტრო, თუნდაც ის არ შეესაბამებოდეს მის არტისტულ პროფილს. უარის თქმა ნიშნავს კონტრაქტის დარღვევას და პასუხისმგებლობას. ეს ნიშნავდა, რომ კოტეს არ შეეძლო თავად გადაეწყვიტა, რა როლები ეთამაშა, სად ემუშავა და რას ეღირსებოდა. ის იყო მონა, ოღონდ მონა კულტურულ სფეროში, სადაც ჯაჭვები არ ჩანდა, მაგრამ ყოველთვის იგრძნობოდა.
ნანა მახარაძე, კოტეს ქალიშვილი, აღმოაჩინა ეს დოკუმენტი მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ის ალაგებდა მის პირად არქივს. მან იხილა ის პუნქტები, რომლებიც ადგენდა, რომ მსახიობს არ შეეძლო საჯაროდ გამოთქვა პოლიტიკური აზრი, არ შეეძლო მოგზაურობა უცხოეთში კერძო მიზნებისთვის და არ შეეძლო უარი ეთქვა საჯაროებაზე დასწრებაზე, თუნდაც ის არ ეთანხმებოდა მის იდეოლოგიას. როდესაც მე წავიკითხე ეს, მე გავიგე, რატომ მამა არასდროს არ საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს ამ სისტემაში, ამბობს ნანა. ის იყო ხელოვანი, რომელსაც არ ჰქონდა უფლება იყოს თავისუფალი, და ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია მისი ცხოვრებისა. მაგრამ რაც უფრო საინტერესო იყო ის, რომ იმავე პაპკაში იყო კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც თარიღდებოდა 1986 წელს, პერესტროიკის პერიოდში, როდესაც კოტემ მოითხოვა თავისი კონტრაქტის გაუქმება და ახალი, უფრო თავისუფალი პირობების მიღება. ამ მოთხოვნას უპასუხეს უარით და პასუხში ეწერა: მსახიობი მახარაძეკ, ვერ ვიღებთ ახალი კონტრაქტის პირობებს, რადგან მისი მიმდინარე ვალდებულებები არ არის დასრულებული. ეს ნიშნავდა, რომ მას არ აძლევდნენ თავისუფლებას თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირი თვითონ იყო დაშლის პროცესში. კოტე იყო ტყვე სისტემისა, რომელმაც მას გაუკეთა ცნობილი, მაგრამ არასდროს არ აძლევდა ნამდვილ თავისუფლებას. და სწორედ ამიტომ, როდესაც მას სთხოვეს გახდა თამადა იმ საიდუმლო ღონისძიებაზე, ის იცოდა, რომ თუ დათანხმდებოდა, ის შევიდოდა კიდევ ერთხელ შეკრულებაში, საიდანაც აღარასდროს გამოვიდოდა. რაც არავინ არ იცოდა იყო ის, რომ კოტე მახარაძე ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მუდმივ ტკივილში, რომელსაც ის მალავდა ყველასგან, მათ შორის თავისი ოჯახისგან. 1992 წელს, როდესაც მან განიცადა პირველი სერიოზული გულის კრიზისი, ექიმებმა მას უთხრეს, რომ მას სჭირდებოდა სრული მოსვენება და სამედიცინო მკურნალობა. მაგრამ კოტემ უარი თქვა, რადგან ის იცოდა, რომ თუ ის შეჩერდებოდა, ის დაკარგავდა იმ ერთადერთს, რაც მას დარჩენოდა, თავის ხმას, თავის არსებობას და თავის როლს მეგობრების ცხოვრებაში. ექიმმა ამირან ჯავახიშვილმა, რომელიც მკურნალობდა კოტეს ბოლო წლებში, აღიარა რაღაცს, რაც არასდროს არ უთქვამს ხმამაღლა. კოტე იყო დაავადებული გულით, მაგრამ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად. მე ვნახე მისი ანალიზები და ვიცოდი, რომ მას არ შეეძლო გაეგრძელებინა ის რიტმი, რომლითაც ცხოვრობდა. მე ვურჩიე მას, რომ შეწყვიტა თამადობა იმ სუფრებზე, რომლებიც გრძელდებოდა 7-8 საათს, რადგან ეს იყო დიდი დატვირთვა მის გულისთვის. მაგრამ ის მითხრა: ამირან, თუ მე შევწყვეტ ამას, მე აღარაფრისთვის ვიქნები საჭირო. ეს იყო მისი არჩევანი, სიკვდილამდე სიცოცხლე იმ ადგილას, სადაც ის გრძნობდა თავს საჭიროდ. მაგრამ რაც არავინ არ იცოდა იყო ის, რომ კოტეს სამედიცინო ისტორია იყო შეცვლილი. როდესაც ნანა მახარაძემ მოითხოვა მამის ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტები 2003 წელს, მას ჩააბარეს პაპკას, სადაც ეწერა, რომ კოტე მახარაძეს ჰქონდა საშუალო ჯანმრთელობა და არ ჰქონდა სერიოზული დაავადებები. მაგრამ ექიმმა, რომელიც მკურნალობდა კოტეს პირადად, ჩუმად უთხრა ნანას, რომ რეალური დოკუმენტები იყო სხვა. თქვენი მამა ჰოსპიტალიზებული იყო 30-ზე მეტჯერ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველა ეს ჩანაწერი იყო წაშლილი ან შეცვლილი, რათა არ გამოჩენოდა, რომ ის იყო არასაიმედო მუშაკი. სისტემა არ იტანდა სისუსტეს და კოტე იცოდა, რომ თუ ის აჩვენებდა თავის ჭეშმარიტ მდგომარეობას, მას მოაშორებდნენ იმ ბოლო ადგილებსაც, სადაც მას სჭირდებოდა. ეს იყო სიმართლე, რომელიც დამალული იყო 30 წლის განმავლობაში. კოტე მახარაძე არ იყო უბრალოდ თამადა და მსახიობი, ის იყო დაავადებული ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად ეღირსებოდა უზარმაზარი ძალისხმევა, რათა გაეგრძელებინა ცხოვრება ისე, თითქოს ყველაფერი კარგი იყო. მაგრამ სისტემამ მოსთხოვა მას ეს გაეკეთებინა, რადგან სისტემა არ იტანდა სისუსტეს და კოტემ დათანხმდა ამ თამაშზე, რადგან მას არ ჰქონდა სხვა არჩევანი. 2002 წლის აგვისტოს ტბური საღამო. კოტე მახარაძე იჯდა ცხნეთის ტერასაზე, ის ტერასა, სადაც მან გაატარა ასობით საღამო მეგობრებთან, სადაც მან შექმნა ათასობით მოგონება. მაგრამ ამჯერად ის იყო მარტო, რადგან მას უკვე არ ჰქონდა ძალა დიდი შეკრებებისთვის. მისი ხმა, რომელიც ოდესღაც ავსებდა სტადიონებს და თეატრებს, ახლა იყო რბილი და დაქანცული, მაგრამ ისევ იყო ის ხმა, რომელსაც ათასობით ადამიანი იცნობდა და უყვარდა. სოფი კოჭიაურელი იჯდა მის გვერდით და ჭერდა მის ხელს, ისე როგორც ის აკეთებდა ყველა იმ წელს, როდესაც კოტე ებრძოდა თავის შიშებს, თავის ტკივილს და თავის მარტოობას. კოტე, შენ გაქვს რამე, რისი თქმაც გინდა? ჰკითხა მან და კოტემ ნელა მიიქცია მისკენ და უთხრა: მე ვიცი, რომ ყველამ ფიქრობს, რომ მე ვიყავი მდიდარი, რომ მე მქონდა მილიონები. მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ ერთადერთი რაც მე მქონდა იყო სიყვარული იმ ადამიანებისა, რომლებთანაც ვიყავი. და ეს ღირდა იმაზე მეც, ვიდრე ყველა ფული მსოფლიოში. რამდენიმე კვირის შემდეგ, სექტემბრის მე-14 დღეს, კოტე მახარაძემ დატოვა ეს სამყარო ისე ჩუმად, როგორც ის ცხოვრობდა ბოლო წლებში.
მან წავიდა არა სკანდალით, არა დიდი გასასვლელით, არამედ იმ სიმშვიდით, რომელიც მოდის მაშინ, როდესაც ადამიანი იცის, რომ გააკეთა ყველაფერი სწორად. მისი დაკრძალვა იყო რაღაც, რასაც თბილისი ვერასდროს დაივიწყებს. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, რათა გაესალმებინა იმ ადამიანს, რომელიც იყო არა მხოლოდ მსახიობი და თამადა, არამედ სულის გამომხატველი მთელი თაობისა. მათ შორის იყო ის ცეხოვიკები, რომლებიც ოდესღაც უხდიდნენ მას 5,000 მანეთს, იყო ის ექიმები, რომლებიც მალავდნენ მის დაავადებას, იყო ის მეგობრები, რომლებმაც იცოდნენ მისი საიდუმლოები და არასდროს არ გამხელიან მათ. ნიკოლოზ კაციტაძე, რომელიც იმ დროს ცხოვრობდა გერმანიაში, გამოგზავნილი გვირგვინი, სადაც ეწერა: კოტეს, ადამიანს, რომელმაც მასწავლა, რომ სიმდიდრე არ არის ფულში, არამედ გულში. თამაზ ლორდ კიფანიძემ წაიკითხა სიტყვას, სადაც თქვა: კოტე იყო ადამიანი, რომელიც იცხოვრა ორმაგი ცხოვრებით, არა იმიტომ, რომ სურდა, არამედ იმიტომ, რომ სისტემა აიძულებდა. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ სირთულისა, ის არასდროს არ დაკარგა თავისი სული. დაკრძალვის შემდეგ ოჯახმა გახსნა კოტეს პირადი სეიფი და იქ იპოვა ის კონვერტი, სადაც ჩამოწერილი იყო ყველა ის ფული, ყველა ის ქორწილი, ყველა ის საიდუმლო, რაც მან დატოვა უკან. მაგრამ ბოლო გვერდზე იყო დაწერილი ერთი წინადადება, რომელიც განმარტავდა ყველაფერს: მე დავხარჯე ყველაფერი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვუყვარდი, რადგან მათთვის ვიყავი ის, ვინც ვიყავი. და ეს იყო საუკეთესო ინვესტიცია ჩემს ცხოვრებაში. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ კოტე მახარაძის გარდაცვალებიდან კითხვა რჩება: იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც ამოიღებდა ყველაფერს ხელოვანებისგან და არაფერს არ აძლევდა უკან? თუ იყო ის გმირი, რომელმაც იბრძოლა იმ სისტემის წინააღმდეგ და შეინარჩუნა თავისი ღირსება მიუხედავად ყველა დევნისა? ბევრი ამბობს, რომ კოტე იყო მსხვერპლი, რადგან მას არასდროს არ მიეცა ნამდვილი თავისუფლება, მას არასდროს არ მიეცა საშუალება იცხოვრა ისე, როგორც სურდა. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ის იყო გამარჯვებული, რადგან მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მან შეინარჩუნა თავისი სული, თავისი ხმა და თავისი პატივისცემა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ნამდვილად იცნობდნენ. დღესაც, როდესაც თბილისელები იკრიბებიან სუფრაზე, ზოგიერთი მათგანი იხსენებს კოტეს და ამბობს, რომ ჩვენთან ყოფილიყო კოტე, ის ამოიტანდა ასეთ ტოსტს, რომ ყველა ტიროდა ბედნიერებისგან. და ეს არის ის, რაც რჩება: არა ფული, არა ქონება, არამედ მოგონება ადამიანზე, რომელიც იცოდა, თუ როგორ გაეხადა ცხოვრება შესანიშნავი, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ყველაფერს აკეთებდა, რათა გაეჭირა ეს. მაგრამ კითხვა რჩება: იყო თუ არა კოტე მახარაძე ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა თავისი პრინციპები, თუ იყო ის ადამიანი, რომელმაც უბრალოდ გადარჩა იმ სისტემაში, სადაც გადარჩენა თავისთავად იყო მიღწევა? პასუხი ამ კითხვაზე არის თითოეული მათგანისთვის განსხვავებული, ვინც იცნობდა მას, ვინც უყვარდა მას და ვინც იხსენებს მას. მაგრამ ერთი რამ დარჩა უცვლელი: კოტე მახარაძე იყო და რჩება ლეგენდა, არა იმიტომ, რომ მას ჰქონდა მილიონები, არამედ იმიტომ, რომ მას ჰქონდა რაღაც, რაც ფულით ვერ იყიდება, სული სიდიადე და უნარი გაუზიარა სიყვარული ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ახლოს იყო. მეგობრებო, როგორ უყურებთ თქვენ კოტე მახარაძეს? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც არ აძლევდა მას თავისუფლებას, თუ იყო ის გმირი, რომელმაც მაინც შეინარჩუნა თავისი ღირსება მიუხედავად ყველა ზეწოლისა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, იხსენებენ თუ არა მას თქვენს ქალაქში. დადეთ ლაიქი სიმართლისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ მეტი იმ ლეგენდების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ჩვენი კულტურა და რომლებიც ღირსნი არიან იმისა, რომ არასდროს დავივიწყოთ.